დიდი მადლობა. დიდი მადლობა შეკითხვისთვის. ისიც მზიობა ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, მიმართულება მისცა ყველა ჩვენთანაც და დაისახა ის გზა, რომელსაც ჰქვია სცენიური ცხოვრება სცენაზე. ალბათ გავხდებოდი, მაგრამ რაღაც სხვანაირი იქნებოდა ალბათ ჩემი ცხოვრებაც, იმიტომ რომ მზიობა ძალიან დიდი როლი ითამაშა მისმა პედაგოგებმა ყველა ჩვენთაგანის ცხოვრებაში და მე მგონია მუსიკოსი ყველა შემთხვევაში ვიქნებოდი, იმიტომ რომ როგორც დავამთავრე ჩვენ ნიჭიერ დააძლევი, როგორც ერქვა ჩვენ სკოლას, ყველა იქიდან მოვდივართ ჩავაბარე თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში და ყოველთვის ვიცოდი, რომ მუსიკაა ჩემი გზა და მუსიკაა ჩემთვის ყველაფერი და რადგან შეძელი ხმით გამომიხადა ჩემი გრძნობები და ჩემი მსოფლმხედველობა და ის რაც მე მაწუხებს, ის რაც მე მიხარია, ყველაფერი შემიძლია ხმით გამოვხატო, ალბათ გავხდებოდი მომღერალი. დღეს თუ უკრავთ კლასიკურ ნაწარმოებებს თუ უკრავთ ხოლმე? თქვენთან თანდასწრებით როგორ შეიძლება საერთოდ ვილაპარაკოთ ფორტეპიანოზე და კლასიკაზე. რასაკვირველია, კლასიკა ჩემი სიყვარულია, კლასიკას ვუსმენ როგორც ვიღვიძებ და მთელი დღის განმავლობაში თუ ჩემი საკუთარი მუსიკა არ ჟღერს, მაშინ ჟღერს კლასიკა და კლასიკა ჩემი ცხოვრებაა. მაგრამ ეხლა რასაკვირველია ცოტა ნაკლებად უკრავ მე თვითონ, იმიტომ რომ აი გადატვირთული საგასტროლო გრაფიკის გამო ესე ხდება. ჩვენ ვიცით, რომ კონცერტი